რამდენიმე წუთის წინ ისრაელმა თეირანში მდებარე სამხედრო ობიექტები დაბომბა. ისრაელის თავდაცვის ძალების ცნობით 3 დღეში ჯამში 170-ზე მეტ სამიზნესა და 720 სამხედრო ინფრასტრუქტურის ობიექტს დაარტყეს, მათ შორისაა ირანის თავდაცვის სამინისტრო. ირანის თავდასხმების შედეგად ბოლო 2 დღის განმავლობაში სხვადასხვა ასაკის 13 ისრაელელი დაიღუპა. რაკეტები არ არჩევენ ებრაელებს, მუსლიმებსა და ქრისტიანებს, აცხადებს ისრაელის პრეზიდენტი ისააკ ჰერცოგი. პრემიერ ნეთანიაჰუს განცხადებით კი ირანი ძალიან მაღალ ფასს გადაიხდის მშვიდობიანი მოსახლეობის მკვლელობისთვის. ავიაკატასტროფა ინდოეთში უტარქანდის შტატში ვერტმფრენი ჩამოვარდა, რომელზეც 7 ადამიანი იმყოფებოდა, ყველა მათგანი ადგილზე დაიღუპა. გასულ კვირას რუსული თავდასხმების შედეგად კიევში ბოინგის ოფისის შენობა დაზიანდა. Financial Times-ი წერს, რომ ეს იყო რუსეთის მიზანმიმართული თავდასხმა ამერიკულ კომპანიაზე, რამაც პრეზიდენტი ტრამპი შესაძლოა გააბრაზოს. დღეს უწყვეტი პროტესტის მე-200 დღეა. თბილისში 3 შეკრებაა დაანონსებული. 18 საათზე სტუდენტები კანცელარიასთან მივლენ, 19 საათზე რესპუბლიკის მოედნიდან რუსთაველისკენ მსვლელობა დაიწყება, ხოლო 20 საათზე პირველ სკოლასთან წიგნის პროტესტის ხმა პრეზენტაცია გაიმართება.